ვიფიქრე 4 ქართული კლუბი ყავს კონფერენც ლიგაზე. Რაღაცა პატარა შანსი აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის ამ ცხელდღეებში გადაცემაში 4 კილა ესტრეა დამს დავლევთქო. წავალ შევინახავ გამომადგენლებს. მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით. დღევანდელი მონოლოგის 80%-ს დაუთმობ ქართული კლუბების გამოსვლას ევროტურნირებზე. გამოსვლას რა? როგორი იმედი მქონდა, რომ ამ ზაფხულს UEFA-ს ეროვნული ჩემპიონატების რეიტინგში 51 ადგილზე გადავინაცვლებთ. სულ 55 ქვეყანაა UEFA-ს წევრი. მაგრამ კაცი ჭობდა ღმერთი იცინოდაო და ხო გაგიგიათ მეგობრებო, დავრჩით ბიჭო 52 ადგილზე. ყველაზე ჭკვიანურად მაინც სპაერი მოიქცა. ზოგი ერთები კი არ დაიწყეს, გაგვივსეთ სტადიონი, მე-12 მოთამაშე გვჭირდება, ალალად მხოლოდ ფეხბურთელების მშობლები, ბიძაშვილები, შეყვარებულები და ცივი წყლის გამყიდვლები დაესწრებიან ჩვენს განადგურებასო. ეგრე არ ჯობია კაცო. ინერვიულეს მარტო ახლობლებმა. ხო, იბერიამ და დილამ ცოტა გვანერვიულეს, მაგრამ აბა როგორ გინდათ კაცო, სულ 48 წუთიდან ხო არ ჩავიქნებთ ხოლმე ხელს. ხანდახან 92 წუთზეც მოგვიწევს. რაც შეეხება ტორპედოს, იბრძოლეს ბიჭებმა, რას ერჩით? არა კაცო, თამაშის დროს კი არ იბრძოლეს. ბოლოს იბრძოლეს იოვეტის, რომელი გაუცვლიდა მაისურს. ახლა მცირე საყვედური ტორპედოს ფეხბურთელებს. ბიჭებო, ისე როგორ უნდა წააგოთ, რომ ქუთაისელმა გულშემატკივარმა ერთხელაც ვერ აგინოს სუდიას ტრიბუნიდან. თბილისის დინამოც უნდა ვახსენო. კი, ვიცი რომ არაფერ შუაშია, მაგრამ მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს, სპაერთან რო წააგეს თასის ფინალი, ჯიგრები ხართ და აუსტრიასთან რო არ წააგეს, შესაბამისად იქ წააგეს და აქ ვეღარ წააგეს. აქვე ვიტყვი ცოტა სერიოზულად. ერთადერთი ფუნქცია ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს დღესდღეობით აქვს ის, რომ იქნებ 1-2 კარგი ფეხბურთელი გამოჩნდეს, რომელიც მერე ნაკრებში ითამაშებს და შეიძლება კარგ კლუბშიც მოხვდეს. მორჩა, სხვა ფუნქცია ამ ჩემპიონატს არ გააჩნია. და ამ თემის ბოლოს მინდა ვთქვა, რომ შეგვიძლია პოზიტიურადაც შევხედოთ ამ ყველაფერს. 2 წელში 4-ის ნაცვლად 3 გუნდი გვეყოლება ევროტურნირებზე, მეგობრებო, და შესაბამისად სანერვიულო გვექნება 1-ით ნაკლები. ზრუნავენ ჩვენზე, ზრუნავენ. ახლა ხუმრობა იქით იყოს და აღარც მეცინება ამ თემაზე, აღარც მეტირება, ვეღარც ბრაზდები და საერთოდ კაროჩერა. გადავიდეთ ახლა იმ დარჩენილ 20%-ზე. მონოლოგის გაგიკვირდებათ და სახალისო ვიდეო გაავრცელა მერაბ დვალიშვილმა, ნახოთ ვიდეო. ორი ვერსია მომდის თავში. ამ ვეფხს ან ვეფხის ტყავსანი აქვს წაკითხული, ან ვეფხი და მოყმის ლექსი. და იმიტომ ვერ ბედავს მერაბთან რამეს. რა, არა ასე? აი თქვენ რა ვერსიები გაქვთ მეგობრებო, დამიწერეთ კომენტარებში. და ბოლოს სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია, შენ გენაცვალეს სანდრო, მოიცა, ხო თქვი გამომადგება მეთქი. 4 არა, მაგრამ 1 გამომადგება. შენ გაიხარე სანდრო, გილოცავ, სხვათა შორის ფინალში სანდრო 3 თავით მაღლა იდგა, თავის მეტოქეზე და იმიტომაც მოიგო. ხო ვიცი 2 თავით მაღლა გამონათქვამი, ვიცი, მაგრამ 2 თავით მაღლა როცა იდგა, ყოველთვის წააგებინეს მსაჯებმა. ახლა 3 თავით მაღლა იდგა და მოიგო. აბა შენ იცი სანდრო 4 თავით მაღლა უნდა იდგე ოლიმპიადაზე. ჯიგარი ხარ. თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი პანამა, სადაც ნახავთ როგორ ეფარიკავება ვანში გელა კორძაძე ქათმებს. ქშა. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია კომპანია ლიდერბეთი. დიდი მადლობა ლიდერბეთს. ჩვენი მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ლიდერ სპორტ არენა, სადაც ჩვენი სტუდია იმყოფება. და ჩემი და ბარსელონას ოფიციალური მხარდამჭერია ლუდი ესტრეა დამ, რომელიც წარმოდგენილია ჩვენთან სტუდიაში. ახლა რაც შეეხება სტუმარს, ძალიან მაგარი სტუმარი მყავს დღეს. მოვიწვიეთ მერაბ ბაზაძე, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონის მამა. მოგესალმებით, გილოცავთ ბატონ მერაბ.
მადლობა. გილოცავთ, ძალიან მაგარი წარმატებაა. აბა თუ გამოიცნობთ, რისი პირდაპირ გამოცნობანით დავიწყეთ რა. რისი სტატისტიკაა? ანუ ეს თანმიმდევრობით ფეხბურთი, ჯუდო, ფარიკაობა, ჭიდაობა. ფარიკაობა. ხო და რისი სტატისტიკაა? რისი სტატისტიკაა და კარგი, აღარ გაწვალეთ. გამარჯვებების. არა, ეს არის ჩვენს მიერ ნაგინები მსაჯების სტატისტიკა. გამარჯვებები. ხო, ანუ მე ესე იგი სანდროს გამო ხალხი მყავს ნაგინები? მახსოვს. ხო, ნაგინები, მოკლედ თბილისში ვეღარ გაბედეს, ხო, მაიმუნობა, მოგვიყევით, როგორ მოხდა? ვეღარ გაბედენ, დააპირენ ერთი პერიოდი, რაღაც მომენტში ვიგზენი, ახლა მე ფარიკაობას ვერავინ ვერ მასწავლის, ვიგზენი. იქ ფრანგის წინააღმდეგ რო ფარიკაობდა და პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი გვერდით მეჯდნენ და კი გაგვირვებია სადგარბის ეს კაციო, გავიქეცი და სანდროს მოვასწარი, თუმცა არ შეიძლება ამის გაკეთება. 1-2 სიტყვის თქმა. იმის მერე რო წავიდა 14-6 იყო გარეში. ხო. ძალიან მაგრა წავიდა. ანუ ზუსტ დროს უთხარი რა, ზუსტ დროს უთხარი. ხო, ერთი პერიოდი ერთი ჩხლეტა რო ქონდა დარჩენილი და დაიბნა. 9-მდე ავიდა, ხო? 9-მდე ავიდა. 9-მდე ავიდა და ეხლა რო ვეკითხები სანდროს ექიმი მიყვება, რომ გაჩერდა რაღაც მომენტში, რომ აი ფჩხილიო და მაგ პერიოდში უთქვია იმის მთელი კარიერა თვალწინ დამიდგაო და ბოლო დარტყმა მინდა მოიფიქრა და გააკეთა ექიმის დახმარების შემდეგ რა. ძალიან მაგარი დარტყმა გააკეთა. სანდრო რო გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ახლა გითხარით, თქვენ უფრო ბედნიერი იყავით თუ სანდრო. მე მგონი მე. ანუ როგორ მოხდა სანდრო რატო შეიყვანეთ ფარიკაობაზე? თქვენ რო იყავით მოფარიკავე მაგიტო თუ ფეხბურთზე დადიოდა და არ ვაპირებდი. აჰა. არდო კაი ფეხბურთელიც იყო, მონაცემები კარგი ქონდა, როგორც წვნელები იძახოდნენ. იყო ლაპარაკი რომ სადღაც უცხოური მეში გაგვეშვა და მე ერთ დღეს მივიყვანე ფარიკაობაზე რაღაცნაირად და მოეწონა რომ ჩაიცვა ფორმა იმის მერე ჩაიცვა რა. უარი თქვა ფეხბურთზე. ანუ თვითონ მოეწონა. თქვენი მეორე ვაჟი ბექაც მოფარიკავია? ბექაც მოფარიკავია. თქვენც მოფარიკავე. ანუ ბაზაძეები ხართ ფარიკაობის ბაზა. კი ბატონო. შეგვიძლია ასე ვთქვათ. ეგრეა. სახლში კიდს და პომიდორს დანით ჭრით თუ დაშნით? რა პირით ხვლით, რა ვიცი მე რითი. კი, ოჯახი მეუღლის გარდა ყველა ფარიკაობთ. მართლა? პატარებიც უკვე ფარიკავდნენ, სანდროს 2. პატარები ფარიკაობენ. კი. ერთმანეთში მამაშულს თუ გიფარიკავიათ, სპარინგი თუ გქონიათ, რომელიმე შვილს? მიგებს სანდრო. მე ძალიან ძლიერი ვიყავი, მაგრამ მიგებს. თქვენს კარიერას აუცილებლად დაუბრუნდებით ჩვენ. ისე მე თქვენ მინახი ხართ დარბაზში შევარდნილი, აღშფოთებული, ძნელია ხო თავშეკავება მაგ დროს? ძნელია, როცა შვილი ასპარეზობს, ძალიან ძნელია. თავშეკავება. მაინც რა გძდობა, აი ფიქრობთ რომ ამას სხვანაირად გავაკეთებდი, ან მე ასე ახლა ამ დროს ასე მოვიქცეოდი, ან ცოტა უფრო თავშევიკავებდი, თუ აი როგორი საყურებელია? აი შეჯიბრის მერე მჭირდება 3 დღე რეაბილიტაციაზე. ანუ სანდრო ფარიკაობს და დაძაბულია, მეც იგივე დღეში ვარ, უარესში თუ არა. ანუ ყველა დარტყმა, ვიცი რომ ძლიერია სანდრო, თუმცა საჯებმა არა, ფარიკაობით ეგ დაამტკიცა უკვე მსოფლიოს მეცნიერებმა, რომ ფარიკაობით ძნელია სანდროზე მოგება. ერთადერთი ხრიკი, რაც გამიმხილეს ახლა მსაჯებმა, მსოფლიო ჩემპიონი რო გახდა, არის რომ ნერვი მოუშალონ ერთი დარტყმით. და ნუ მაგასაც ვეღარ ახერხებენ უკვე. ამ ნერვის მოშლას, ანუ სუსტი წერტილი არის ნერვის მოშლა, ან მაგრა დაარტყან სანდროს, ან საჯმა რაღაცა არასწორი ჩათვალოს. და აი აქ ქონდა სუსტი წერტილი და ეგეც აღმოფხარეთ ეგ პრობლემა, ფსიქოლოგი მუშაობს სანდროსთან, კარგი ფსიქოლოგითან და უკვე მაგის მოგება ფაქტიურად შეუძლებელია მაგ ბიჭს. ისე ყველაფერი ელექტროობაზეა გადასული, მაგრამ მაინც მსაჯზეა ბევრი რამე დამოკიდებული. ბევრი რამეა დამოკიდებული, უნდა აქედან შეხედავენ, უნდა ისე შეხედავენ, რომ არ არის მექანიზმი რა, მსაჯის დასჯის მექანიზმი. თუ ინთება ეს მაინც ფრაზებია გასარჩევი. იძახის რომ მე მართალი ვარ, არ არის მართალი. არასწორი ის არის რა, უნდა გამოსასწორებელია მან და
ყველა ქვეყანა მუშაობს მაგაზე, რომ გამოასწორონ ეგ პრობლემები აღარ იყოს ფარიკობაში. დიდი ტექნოლოგია, მეცნიერებია ჩართული, რომ აღნიშნული პრობლემები აღმოფხრათ. თუ არა, იყო ლაპარაკი, რომ ფარიკობის ამოღებაც უნდათ სანდროს ოლიმპიური თამაშების შემდეგ. იყო ლაპარაკი, გერმანელები ალაპარაკდნენ, რომ ამოვიღოთ ოლიმპიური სახეობიდან თუ ვერ დაალაგდაოდა. მე ვფიქრობ, რომ დაალაგდება რა. ყველა სპორტში იყო ეგეთი პრობლემები. ანუ ეს რაღაც ტექნოლოგიები უნდა შეიცვალოს თუ? უნდა შეიცვალოს. ესე იგი მე ვერ გავიგე ხა თქვენ მითხარით მე სწორ გზაზე დამაყენეთ. რა ქვია საჯს ვაგინო თუ ელექტრიკს? საჯი არის საგინებელი. საჯი არის საგინებელი. საჯი არის საგინებელი. საჯი არის. კარგი, გასაგებია. ისე ფარიკაობის პოპულარობა ალბათ ფილმებზეც იყო დამოკიდებული, ხო? აი ეს მუშკეტერები, ზორო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, თქვენ რატო გახდით მოფარიკაო? ჩემ ბავშვობაში ეგ იყო, ეგ ფილმებმა იმოქმედა, ძალიან მომეწონა, შემიყვარდა ფარიკაობა. მეც ფეხბურთელი ვიყავი, კარგი თან. და მე გადავწყვიტე 12 წლიდან ფარიკაობაზე წავსულიყავი. მომეწონა ეს და სტარტანია. თქვენ საკმაოდ ძლიერი მოფარიკავე იყავით, ეს თუ ვინმე არის ის და ოლიმპიადაზეც უნდა წასულიყავით, მაგრამ კომუნისტებმა რაღაცა სხვანაირად კომუნისტებმა თავისებურად ჩაატრიალენ, ქართველი რომ მოხდრილიყო იქ. რა მოხდა მაშინ რომ მოგვიყვეთ რა? მოქალაქეობა მქონდა რუსეთის. და ნუ აქ რაღაც სპარტაკიადა ტარდებოდა და აღნიშნული სპარტაკიადა იყო ოლიმპიადის ტოლფასი, ანუ 17 რესპუბლიკა. და ამ სპარტაკიადის გამო საქართველოს მეგობრებმა, ოჯახმა მოსკოვის, ანუ რუსეთის მოქალაქეობა მქონდა, სკოლა იქ დაუმთავრე. და ნუ ერთ დღეში გადავწყვიტე ამ მოსკოვიდან რთული იყო მოსკოვში ჩაწერა. ბინა, ყველაფერი პირობები მოსკოვში მქონდა. და ერთ დღეში ამოვეწერე და გაგიჟდა ეს ხალხი, რომ ერთ დღეში როგორ ხალხი ოცნებობს მოსკოვში ჩაწერაზე მარტო და შენ ყველა კეთილდღეობა გაქვს და არის საქართველოს სიყვარულმა ერთ დღეში ამომწერა მოსკოვიდან. ჩამომწერა აქეთ და ნუ ისინი იმ დონეზე გაბრაზდნენ, რომ გვიღალატეთო რუსეთმა, გვიღალატეთო და ნაკრებში, თუმცა უძლიერესი ვიყავი საბჭოთა კავშირში, ნუ ახლოსაც არ მაყენებდნენ და მეც გული ავიცრე და ძალიან ადრეულად საჭდავანი. სანდრო გახდა 31 წლის მსოფლიო ჩემპიონი. მე დავანებე 26 წლის ასაკში. რას ლაპარაკობ? ანუ იქ უნდა ყოფილიყავი იმ უდიდეს ნაკრებში, ანუ 17 რესპუბლიკიდან არჩეულ ნაკრებში, მაგრამ უკვე აღარ მწყალობდნენ. და ნუ დამთავრდა ჩემი კარიერა და მე გავაკეთე ის, რომ შვილი გავზარდე აგერ მსოფლიოში. ძალიან მაგარი შვილი გაზარდეთ. ახლა გითხარით მსოფლიო ჩემპიონის მამობა როგორია? ძნელია, მარტივია, ნუ საამაყოა, გასაგებია. პასუხისმგებლობაც არის. პასუხისმგებლობაც არის, რა თქმა უნდა და ორი დღე ხა დაისვენა სანდრო და უკვე მეც ჩემი მეუღლეც იქეთკენა ვართ, რომ ვარჯიში უნდა დაიწყო, რომ წონაში არ მოიმატო. ჩვენი თავარი მიზანი ოლიმპიური თამაშებია და მაგ ოლიმპიურ თამაშებსაც მოვიგებთ. მოვიგებთ. ლოს-ანჯელესში სანდრო დამპირდა მე რომ მოვიგებო ლოს-ანჯელესშიო აუცილებლადო ოლიმპიურ თამაშებსო პირადად მე შენ გაძლევო მაგის პირობასო. გეგმის მიხედვით მივდივართ ღმერთის ჩვენთან არის მსოფლიო ჩემპიონატი მქონდა გეგმაში რომ დაემტკიცებია რომ ის ოლიმპიადა ორი ოლიმპიადა მაგისი იყო ეს დავამტკიცეთ ყველამ კარგად ნახა რომ ძალიან დიდი ფორით მოიგო სანდრომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი ეხლა ოლიმპიურ თამაშებზე აღარ შევწდებით. ორჯერ მოგვატყვილეს, მაგრამ მესამეჯერ ვერც საჯი შეძლებს ჩვენ მოგებას. და ვერც მოსყიდული. მაინც რატო არის აი საჯის როლი ასეთი მაღალი რა? ანუ დგას ერთი პიროვნება. მეორე ზის იმას ვიდეოზე. და ის ხებულობს გადაწყვეტილებებს, ანუ ძალიან დიდი ის აქვს რა. და თან იცის იმ საჯმა რომ არანაირი ანუ არ ისჯება რაც არ უნდა შეცდეს შეიძლება ერთი საყვედური მიიღოს და გააგრძელებს ჩვეულებრივად პირველ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დაისაჯა საჯი მოწყვიტეს საჯობას აღარ საჯოს და წავიდა იქ ამერიკაში მუშაობს რაღაცას წარმატებული ადამიანია ნუ რა დაისაჯა რითი დაისაჯა ანუ რაღაც უნდა დაწესდეს მე ვფიქრობ ფულად ჯარიმა საერთოდ დისკვალიფიკაცია რაღაცა რამოდენიმე წლით
თუ არა ისინი გაგრძელდება ყოველთვის იქნება ეს რა. და იმას კი ვერ ხვდებიან რომ რაც უფრო ცუდად საჯობენ ამ სანდროს ეს უფრო ძლიერდება. სამურაი გახადენ თუ არა ფარიკაობა ისეთი სპორტის სახეობაა არ უნდა არსებობდეს არც 1% რომ საქართველოსდან ვიღაცა მოიგოს. პატარა ქვეყანა ვართ და ნუ გამოდის კორეა, გამოდის რუსეთი, იტალია და აქ ქართველი ხდება პირველი ნომერი. თან ძალიან დიდი ფორით მოიგო ეს. ცოტა ღელავდა კიდე სანდრო. თუ არა იქ დამთავრდებოდა ანგარიშები და შეჯიბრის წინა დღეებში თქვი რომ მთელი შეჯიბრის განმავლობაში 50 დარტყმას ვერ მოგაყენებენ თქო და კუდიანი ხარ მომაჩემო საიდან იცოდი 50 დარტყმა მიიღო მთელი შეჯიბრზე. ანუ ყველამ ამან მიაყენა 90 მათმა 40 რაღაც. ხო. ძალიან წინაა ფარიკაობით და სანდრო ძალიან დიდი გამოცდილება მოიღო. აი ყველაფერი გაიარა. და მე მაგიტო ვფიქრობ თუ ის მოინდომებს და ის მოინდომებს ოლიმპიურ თამაშებს უკვე აღარ შეხედავს ამ საჭს ისე დაამარცხებს უყოლას. კი ბატონო, დიდი იმედი გვაქვს ჩვენ ამისი ყველას. ახლა მოდით განუმარტოთ მაყურებელს, ბევრმა არ იცის რა სხვაობაა ხმალს, რაპირას და დაშნას შორის. ხმალი არის 1 და 5 სანტიმეტრი, დაშნა არის 1 და 10 სანტიმეტრი და რაპირა იგივე არის 1 და 0.7. ანუ დაშნა არის ესე იგი პისტოლეტივით რუჩკა, პისტოლეტს ვეძახით ჩვენ და მარტო ჩხვეტა არის თელი დაშნაში იჩხვლება, ფეხში შეიძლება უჩხვლიდო. რაპირა არის წელზემოთ იჩხვლით, წელზემოთ არის მარტო ითვლება, აი საზიანო მხარე არის ეს. ხმალში წელზემოთ ყველგან ხელში თავი დარტყმებია ხმალში უფრო ჩხვეტაც არის, მაგრამ უფრო დარტყმა. აი ამით გასა ხმალი ყველაზე ეფექტურია დღეს ახაც გამოჩნდა რომ ყველაზე ეფექტურია, საყურებლადაც ეფექტურია, დაშნაც კარგია რა თქმა უნდა და რაპირაც, მაგრამ ჩვენ უპირატესობას და წარმატებები უფრო ხმალში გვაქვს საქართველოში, იმიტომ რომ პატარა ქვეყანაში რთულია, ისეთ ქვეყანა როგორც შვეიცარია, ძალიან ბევრი ქვეყნები მსოფლიოში 6-ვე დისციპლინის განვითარება უჭირთ. იმიტომ კონკურენცია უნდა იყოს, ის უნდა იყოს, ის უნდა იყოს. და ეს არ არსებობს პატარა ქვეყნებში. ანუ ყველა აკეთებს ერთ დისციპლინას. რესურსი რისიც აქვს, იმ დისციპლინას აკეთებენ. ჩვენც ვცდილობთ, რომ ყველა დისციპლინაში ძლიერი ვიყვეთ, მაგრამ ძალიან ახალგაზრდები გვყავს და მომავლის საქმეა და ვიმედოვნებ, რომ მომავალში, იმიტომ ტრადიციები ისეთი გვაქვს ქართველებს, რომ ყველა დისციპლინაში ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გვყავს გუნდურ ჩათვლას საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ ფარიკაობაში ნიჭი გვაქვს ქართველებს. ძალიან დიდი ნიჭი გვაქვს, ჩვენია ეს ფარიკაობა, ქართულია. და ლამაზი სპორტის სახეობა 12 მედალი თამაშდება ოლიმპიურ თამაშებზე. თუ იყო ადრე 70 ქვეყანა ასპარეზობდა მსოფლიოს მასშტაბით, ეხლა 135 ქვეყანა იყო ჩამოსული, ანუ გაიზარდა გეოგრაფია ფარიკაობის ძალიან, იმიტომ კარგი სპორტის სახეობა. ამერიკა ფარიკაობაში არავინ არ იყო, ანუ გეუბნებით 30 წლის წინ. დააჭერიდნენ ამერიკის პრეზიდენტს ხმალი და იმან თქვა რომ ოცნებობდი ბავშვობაში მოფარიკავე გამოსულიყავი და პირველ ადგილზე ამერიკა დღესდღეობით ფარიკაობის განვითარებით. ჯობა იტალიელებზე და ფრანგებზე მაგრები ანუ მაგრა წავიდნენ რატო? საუნივერსიტეტო სპორტის, ანუ უნივერსიტეტში მოფარიკავე შეუძლია უფასოდ სრულიად დაამთავროს 5 წლიანი სასწავლებელი. ან თუ კარგი მოფარიკა. ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომლებმაც საუნივერსიტეტო სპორტი გააკეთეს. და ნუ პრიორიტეტში ყავთ მოფარიკავეები, და შეგიძლია ჩვენ ქართული მოფარიკავეს თავისუფლად შეუძლია ჩააბაროს ჰარვარდის თუ კარგი მოფარიკავია. ანუ მე ყოველწლიურად მირეკავენ, ხო არა ყავს ვინმე ნიჭიერი რომ ინგლისური იცოდეს, კარგი ფარიკაობა იცოდეს, მშობლებს უდებენ ხელშეკრულებას და უფასოდ ამთავრებს. აი, რატო არის ფარიკაობა კარგი ერთი კუთხით. შეგიძლია ისეთი განათლება მიიღო, რომ ანუ მშობელმა ვერ შეძლოს თანხის გადახდა ამ ხელა. ხო, მაგრამ სპორტული შედეგებიც უნდა აჩვენო, ხო? შედეგები თუ რა გაქვს, აკადემიურს იღებ, ასწორებ ამ ფარიკაობას, ხდები მაგარი და ისევე გიძლებენ დაფინანსებას. ანუ ყველანაირ პირობას უქმნიან. ვა, რა მე მესამე კურსიდან მიდიან კომპანიები, უძლიერესი კომპანიები, აი ზის მაგალითად არ ვაკნინებ სხვა სპორტის სახეობებს. კალათბურთები, აი ჰარვარდში მივიდნენ, მაგალითს მიყვებიან. ზის კალათბურთელი მოჭიდავე, ჩოგბურთი ვიღაცა. კომპანია, აი უძლიერესი კომპანია 100 მილიონიანი ბრუნვა აქვს. მიდის და მოფარიკავეს ირჩევს.
იმიტომ რომ სწრაფი აზროვნება, სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება წამებში. ნუ აი ესეთი პრივილეგიები გვაქვს მოფარიკავეებს მთელ მსოფლიოში. ვა, რა საინტერესოა. ისე ფარიკაობაში აი პელე ვინ არის? აი სანდრო. ფარიკაობაში პელი არის ვალენტინა ვესალი. დეპუტატი არის იტალიის პარლამენტში ეს გოგონა დღესდღეობით. ეგეთი არ ყოლია ფარიკაობას. ანუ პელეზე მაგა 6 ოლიმპიადა მოიგო, 6 ოქრო. 6 ოქრო ოლიმპიადაზე. 6 ოლიმპიური ოქრო, გაანება თავი 53 წლის ასაკში და დღესდღეობით იტალიის პარლამენტშია. იყო აქ ჩამოსული. პარლამენტშიც ხმალაობს? პარლამენტში მოიყვანა ჭკუაზე იტალიის პარლამენტი მე მგონი. ეგ რას ხმალში გამოდიოდა? რაპირა. ძალიან ძლიერი იყო. ანუ რაპირა გაგვახსენეთ, ფეხშიც რო შეიძლება ჩხულეტა ეგ არის? რაპირა, აი ეს არის საზიანო მხარ, ზურგი. გძელია, უფრო ყველაზე გძელია? მეტრი და 0.7-ია, კი. მეტრი და 0.7. კი, დაშნა არის, დაშნა არის ყველაზე გძელი. და ეს ტარში არის განსხვავება? კი. ხმალს აქვს ჩვეულებრივი ტარი ესე გიჭირავს ხელში. ეს პისტოლეტი, აი როგორც პისტოლეტი გიჭირავს, იარაღი. იარაღით კიდებ ხელს და ფარიკაობს. ეგეთია დაშნა და რაპირა. ვა, რა საინტერესოა და ესე იგი პელე არის ქალი. საჩუქრად მოგიტანთ აუცილებლად. კი ბატონო. სამივე. კი ბატონო. კი ბატონო, დიდი მადლობა. ახლა რო ვთქვათ, თქვენ ფარიკაობის გარდა კიდე ხა დარწმუნებული ვარ სპორტის სახეობებსაც ადევნებთ თვალყურს. აი ფეხბურთში მაგალითად როგორია თქვენი გემოვნება? რომელ კლუბს გულშემატკივრობთ? ფეხბურთი მიყვარს თამაში. ყურება მანდამაინც არა. არა? და ბრაზილიის ნაკრებს ბავშვობიდან ბრაზილიური სტილი ფეხბურთი. ბრაზილიური სტილი და საკლუბო გუნდი ვინ არის? რეალი თუ ბარსა? თუ არც ერთი? თბილისის დინამო. თბილისის დინამო და ბრაზილიის ნაკრები. კი ბატონო. კარგი, კალათბურთში? კალათბურთი ქართული, აი ქართველების რა დიდი ისტორია გქონდა რა და ყველას არ ჩამოვთვლი, მაგრამ ძალიან საამაყო საერთოდ სპორტში ქართველების ყველა სფეროში, ყველა სპორტის სახეობაში საამაყო ადამიანები გვყავდა და პატარაერი ვართ და თელ მსოფლიოში ძალიან წარმატებულიერი ვართ და ჭკვიანიერი ვართ. და ყველა სპორტის სახეობაში მე პატივს ვცემ ყველა სპორტსმენს ქართველს ლეგენდები გვყავდა თითქმის ყველა სპორტის სახეობაში რა. და როგორ ახერხებთო უკვირს თელ მსოფლიოს, ვახერხებთ. ღმერთმა დაგვაჯილდოვა რაღაცეებით არა ალბათ. მოკლედ სპორტში მაგრები ვართ. სპორტში კი, არა მარტო სპორტში, მაგრამ ნუ ამჯერად სპორტში ძალიან მაგრები ვართ. მოკლედ ბატონო მერაბ, მადლობა მინდა მოგახსენოთ. მადლობა თქვენ. მობრძანებისთვის. მადლობა ასეთი სპორტსმენების აღზრდისთვის და გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ უდიდეს წარმატებას და ოლიმპიური ოქრო მომელოცოს. მე ხო იცით მე რაღაცა მაგია მაქვს რა, რო ვიტყვი. აი შანსი არ არის რო არ გამართლოს. რამდენჯერ იყო სანდრო თქვენ და თქვით. ხო. ეხლა ლოს-ანჯელესში გამართლდება. კი ბატონო. მოკლედ ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონის მამა მერაბ ბაზაძე იყო ჩემი სტუმარი. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.